საბაჟემაძე 6 წლის სწავლობდა საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ჩხუბი, ფეხბურთი, ხატვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ჩხუბი. პირველად ჩხუბი ვიყავი 5 წლის. ვისვე ჩხუბი და ჩემ ბაღელ მათეს. იმიტომ ერთხელ მასწავლებელმა ჩავარჯიშო უტყაში გამიყვანა სათამაშოებულად ყველა და რა ქვია საქანელზე გადავდი და მიმბიცქა. საქანელიდან ჩამოვხდი და ხელი დავარტყი. მაგრამ ჩემსავით ვასკავაჩი ბიჭა და აიტი. მაგრამ შევრიგდი და დაუძმა კაცდი. ამ ბოლოს ვიცხოვე ჩემ დაბადების დღეს. რატომ ვიცხოვე და ესოში ჩავედით უთბათ მიმბიძე გახელი მკრავცბად და წამაქცი. იმ ბიჭის სახლი აღარ მახსოვს. მაგრამ ბიჭებსაც უცებ შევურიგდი. გოგოებთან არ ვიჩხუბია, იმიტომ არ შეიძლება. ამ შეიძლებადეს ორ გოგოს ერთად ვეჩხუბებოდი. ჩხუბში ჩემი საყვარელი ილედია ფეხის დარტყმა. ჩხუბი მასწავლა მამამ და თვითონაც მაგარი მოჩხუბარია. სულ ვარჯიშობს და მე თუ მავარჯიშობს. მე ასევე მიყვარს ფეხბურთის თამაში. ვარ ძალიან კარგი მეკარე. ყველაზე კარგად შემიძლია პიროვნების სახით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხოჩა კვარაცხელი. ყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. სახლში მინდა მქონდეს მწვანე ფორმა. უარ უნდა ეწეროთ ოციანი და ირემაც. სახლში მქონდა 10 ბურთი. დავკარგე და დამჭა 2. კარგი ფეხბურთელი მოგხდე, ჭირდება 15 ბურთი. ადრე მამიკო კარგად თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ ახლა მე უგებ. სახლში ცხოვრობ მე, დედა და მამა. მინდა მყავდეს 1 ძმა და 2 და. მამიკო არის ვაჟკაცი, სიმპათიური და უშიშა. რაფრის არ ეშინო ჩემი დუბილკის გარდა. დედიკო არის პრანჭია, ლამაზი და სულ მეხუტება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ლობიო. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიურეს. შეყვარებული იმიტომ არ მყავსო, ჩემი მოსაწონი გოგო ვერ ვნახე. ცოლსა მოვიყვან ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკას, დეას, ემილის, ალექსანდრეს და სალომეს. ჩემი ცოლი დავარქმევ დეას. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ მალე გავასწავლო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მეგობრები, კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემი კლასი ყველაზე მხიარულია დეა. ყველაზე ცელკე ალექსანდრე. ყველაზე ჭკვიანია სალომე. ყველაზე მშვიდია ნიკა. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მეგობრული. მეგობრობა არის უნდა დავმეგობრდე და დაეხმარო. მე მყავს 10 მეგობარი და მინდა მყავდეს 8. ჩემი საყვარელი საგანია ბუნება. საყვარელი მასწავლებელია მაია ბორკვას. იმიტომ არ ყვილის ლამაზია და ლამაზად გველაპარაკება. მაია მასწავლებელი არის ბედნიერი. ასე იმიტომ მგონია მოსულ კარგ ხასიათს. ამ გავიზრდები მინდა გამოვიდე პოლიციელი და ექიმი. მე ასე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. როგორც რაღაცა ასოებგერები დავხატე და მე შევაერთა ერთმანეთს და კარგი რაღაცაები გავხატე. მე ვიცი სახლის ხატვა, ყვავილის ხატვა, ხის ხატვა და მზის და ღრუბელის. ყველაზე ძნელია ტბის და გემის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და არ მიყვარს ცისფერი. ხატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ბოლოს ბაჩუქეს 6 წლის რომ გავხდი მამიკომ ტასმაცმელები ბებოსთან წავალდი ერთხელ იქ ვიყავი მანქანა ბიძიასთან წავალდი პულტიანი მანქანა. მამიკომ კიდევ მაგ დღეს მაჭამა შაური. ერთხელ 5 წლის ვიყავი გვიან გავიღვიძე და დედიკომ და მამიკომ მგონი წევიდან რაღაცაები ნაძვის ქვეშ და მინდეს თუ თოვლი ბაბა მომიტანა არ ვიცი შეიძლება შობლებმა და თოვლის ბაბუა აღარ მოდის. არ მოდის. პირისპირ მინდა შევხვდე თოვლის ბაბუას. დედასმული ხომ მქონდეს გავხტავდი მილიონი.
ბევრი ფული მეგნება ვიყიდ ის სათამაშოებს და ფურცლებს. კიდევ ვიყიდ დიდი ნამდვილი მანქანას. ეს მანქანა იქნებოდა შავი BMW. შავს მიუხატავდი მანქანას, კოსმონავტს მიუხატავდი და ვარსკვლავებს. შემოგზაუროთ მინდა წავიდე ბაკურიანში და იტალიაში. წილა მონაწილე დამეტოვა ასეთი კითხვა. რომელი სუპერძალა მინდა მქონდეს? მე მინდა მქონდეს ბეტმენის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვება ესაც შეკითხვას. რომელმის საყვარელი თამაშია? მაგალითად, ჩემს საყვარელი თამაშია PUBG. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს კოკოლა კუჩი. როგორად ასე? რომ კადელი მიადებ ხელ, ადამიანები გამორბენ და ასე შებრუნდები იქენ, უნდა გაშეშვიდე და არ უნდა გაეკანო. მე მინდა აგზელო მგელობა. წავიქცევით ვიღაცა დავეჯახებით. ბედნიერება არის ზღვაზე ომდადი ხანდა ნაყინцо მიირთმევ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.